მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მისი ცხოვრების საგარეო განზომილებას შეეხება და ამ ჩვენი საუბრის განმავლობაში შევეხებით იმას თუ განვლილი 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რა გზა გაიარა საქართველოს მისი საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების და ასევე ქვეყნის გარეთ ურთიერთობის თვალსაზრისით, რომელიც ბუნებრივია, იცვლებოდა ყოველ 10 წლეულში და იცვლებოდა მათ შორის ხელისუფლების ცვლასთან ერთად, თუმცა რა თქმა უნდა, საერთო ხაზი ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცებისა მაინც იკითხება უკლებრივ ყველა პერიოდში. ამიტომ ჩვენ ვილაპარაკებთ დროით განზომილებაშიც, მაგრამ ასევე ვილაპარაკებთ სამი მიმართულებით. ეს არის უსაფრთხოება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოს ადგილი როგორც საკუთრივ რეგიონში, თუ და ეს ცალკე საუბრის თემაა, რას ვგულისხმობთ რეგიონში და ასევე მესამე მიმართულება იქნება ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გამტკიცება და საერთაშორისო საზოგადოების როლი ამ პროცესში. და სხვათა შორის, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული არქიტექტურაც ავლენს, ეს სამი რამ ურთიერთ დაკავშირებულია და ემყარება ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს იმანუელ კანტისა და სხვების მიერ ჩამოყალიბებულ კონცეფციას, რომ კეთილდღეობისაკენ სწრაფვა და ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია თვითონ ქვეყნის სტაბილურობისათვის, ქვეყნის სტაბილურობა განაპირობებს იმას, თუ როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები, ანუ ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია იმის აღქმასთან, რომ ჩვენ ერთის მხრივ სუვერენული სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ ამავე დროს ვართ მსოფლიო მოქალაქეები და გვაქვს გარკვეული ღირებულებები, რომელიც საერთოა მთელ მსოფლიოში. და ამიტომ ბუნებრივია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა ზრუნავს უსაფრთხოებაზეც, როცა ნატო იქმნება, თან ეს ყველაფერი ერთსა და იმავე პერიოდში ზრუნავს ეკონომიკურ კეთილდღეობასა და განვითარებაზე, როდესაც ევროკავშირის მაშინდელი ჩანასახი ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება იქმნება და ზრუნავს კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიას და ადამიანის უფლებაზე, როდესაც ევროპის საბჭო იქმნება და ეს სამი ორგანიზაცია და მათი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, ურთიერთდაკავშირებულია. და აი ამ კონტექსტში ცივი ომის დასასრულს 91 წელს იბადებიან პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო და რა თქმა უნდა პირველი ეტაპის ამოცანა არის ერთის მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცნოს საქართველო როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო იმ საზღვრებში, როგორცაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი დაშლის წინა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმავე წამს დგება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის საკითხი გამომდინარე იმ ეთნიკური კონფლიქტებიდან, რომელიც მოსკოვმა, რუსეთმა საქართველოში წაახალისა და გააჩაღა. ასეთ პირობებში ბუნებრივია, როდესაც ვთქვათ, ლაპარაკობთ ჩვენ პირველ პერიოდზე, ამ შემთხვევაში
პირველი პრეზიდენტის სვიადგამსახურდიას პერიოდზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის აღიარების მოპოვება და საერთაშორისო რუკაზე გამოჩენა იყო ნომერ პირველი ამოცანა. უბრალოდ, როდესაც აღიარების პროცესი დაიწყო და ქვეყნის ცნობა დაიწყეს სხვა სახელმწიფოებმა, ამასთან დაერთო ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან ტრაგიკული სამოქალაქო ომი. რომელმაც დიდწილად განსაზღვრა ლამის დღემდე ის პოლიტიკური ვითარება, რაშიც განსაკუთრებით 90-იანი წლები ვიცხოვრეთ. სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი ემთხვევა უკვე პერიოდს, როდესაც უნდა მოხდეს და ხდება ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაცია და ამავდროულად თანდათან გასვლა საერთაშორისო არენაზე. აი ამ პერიოდში და მე პირობითად ამას ვიტყოდი სამოქალაქო ომიდან ალბათ 97 წლამდე ქვეყნის საგარეო პოლიტიკას თუ შევხედავთ, საგარეო მიმართულება მთლიანად ფოკუსირებული არის იმ მძიმე მემკვიდრეობაზე, რაც ჩვენ რუსეთთან წარმოებული ჩვენს ორ ოკუპირებულ, მაშინვე ოკუპირებულ რეგიონში, იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსეთთან წარმოებული ომის შედეგად დაგვრჩა. ეს არის 100,000-ობით დევნილი ადამიანი, რაც ბუნებრივია, მძიმე ტვირთია სამოქალაქო ომის შემდგომი და აი ამ რუსეთთან 90-იანი წლების ომის შედეგად დაძაბუნებული ქვეყნის ეკონომიკისათვის და რა თქმა უნდა, არსად გამქრალა თვითონ საკუთრივ საფრთხის შეგრძნება რუსეთისაგან და შესაბამისად მთავარი ამოცანა იყო, ასე ვთქვათ, როგორმე ბალანსის მოძებნა იმისათვის, რომ რუსეთის ეს ზეწოლა შეჩერებული. აი ამ პერიოდში თუ დავაკვირდებით მაგალითად საქართველოს როგორ მიაღწია რა ტიპის ხელშეკრულებები დაიდო ან შეთანხმებები დაიდო 91-12 წლების ომის შემდგომ ცხინვალის რეგიონში და 92-13 წლების ომის შემდგომ აფხაზეთში რა შეთანხმებები დაიდო სამშვიდობო ჩვენ დავინახავთ რომ აქ ძირითადი სიტყვა რუსეთია საერთაშორისო კომპონენტი არის თუმცა წამყვანი როლი რუსეთს ეკისრება რომ ავიღოთ მაგალითად იგივე ცხინვალის რეგიონი უშუალოდ სამშვიდობო ძალები თავდაპირველად იყო სამხრივი საქართველოს რუსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი შემდგომ 94-ში ემატება სამხრეთ ოსეთი და ხდება ეს ოთომხრივი, მაგრამ ზედამხედველობა ეუთოს ქვეშა, ანუ ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, აი ეს სამშვიდობო პროცესი უფრო სწორად მცდელობა რომ ქვეყანა არ გადავიდეს ისევ ეს კონფლიქტი არ გადავიდეს ისევ ცხელ ფასაში. მაშინ როცა აფხაზეთის მხარეს იქ წამყვანი როლი გაეროს არჩება ზედამხედველობის ნაწილში, თუმცა სამშვიდობო ძალებად ამ შემთხვევაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები პრაქტიკულად რუსეთი გვევლინება, ხოლო გაეროს მისია საქართველოში უნომიკს აკისრია აი ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების მონიტორინგი. და ბუნებრივია ამ დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ორივე მიმართულებით იქნება ეს ცხინვალის რეგიონი თუ აფხაზეთი მოხდეს გარკვეული სტაბილიზაცია მდგომარეობის, ჩვენ მოგვეხსენება ამ დროს რა ხდება საკუთრივ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, როცა ჯერ კიდევ არის
არაფორმალური შეიარაღებული ძალების თარეში, ასე ვთქვათ და ქვეყანას დიდი დრო აშორებს სტაბილიზაციამდე. ჩვენს მაყურებელს რო ესმოდეს 99 წლიდან 94 წლამდე ქვეყანამ დაკარგა მისი ეკონომიკის 70%. შედარებისათვის მეორე მსოფლიო ომის შედეგად გერმანიამ დაკარგა თავისი ეკონომიკის 40%. ანუ მასშტაბი ვარდნისა იყო უზარმაზარი, რამაც ბუნებრივია, როგორც კი დააქვეითა ჩვენი მოქალაქეობის ცხოვრების დონე, ეს აისახა სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციობაზე და ბუნებრივია ეს აისახა უკლებლივ ყველაფერზე და მათ შორის სახელმწიფოს უნარზე ეწარმოებინა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, შევარდნაძის საგარეო ავტორიტეტი მუშაობდა ასრულებდა მნიშვნელოვან როლს. 95 წელს კონსტიტუციის მიღებამ ქვეყანაში შექმნა გარკვეული სტაბილური გარემო და თუ გავიხსენებთ 95-დან ვიდრე 99 წლამდე, როცა მსოფლიო ფინანსური კრიზისსა და რუსეთის დეფოლტის შედეგად საქართველოშიც ეს ძიმედ ვიგრძენით, ამ პერიოდში ხდება გარკვეული ეკონომიკური გამოცოცხლება და ამავდროულად ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით პარლამენტში, გარკვეული პოლიტიკური პროცესის მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტში მოქცევა, რამაც მიგვიყვანა აი მე ვთქვი 97 წლამდე, როდესაც ჩვენ ხედავთ გარკვეულ ძვრებს სხვადასხვა მემართულებით. ეხლა შევეცდები ეს უფრო დეტალურად დავხსნა. პირველი ისევ მაგალითად აფხაზეთის საკითხს თუ დაუბრუნდებით 97 წლიდან, თუმცა პირველი შეხვედრა 93-ში კი გაიმართა ოღონდ რუსეთის ლიდერობით, 97 წლიდან იწყება ქართულ-აფხაზური შეხვედრები, ეგრეთ წოდებული ჟენევის პროცესი, სადაც მაგალითად გაეროს ფარგლებში ჩამოყალიბებული საქართველოს მეგობართა ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს. ეს თავისთავად ინდიკატორია იმისა, რომ ქვეყანაში მომხდარი სტაბილიზაციის შემდეგ ქვეყანას ეძლევა საშუალება თავისი პოზიციები უფრო მეტად გაიტანოს საერთაშორისო ასპარესზე. თუმცა ქვეყანა არც მანამდე ყოფილა გულხელდაკრეფილი და აქ აუცილებლად გასახსენებელია, რომ ბუდაპეშტში ეუთოს 94 წლის სამიტმა ასევე იგივე იქნა გამეორებული ლისაბონში 96 წლის ეუთოს სამიტზე და 99 წლის ეუთოს სამიტზე სტამბულში საერთაშორისო საზოგადოებამ მათ შორის რუსეთმა აღიარა, რომ მოხდა ეთნიკური წმენდა იმავე აფხაზეთში 92-93 წლების დროს. ანუ ეს სხვათა შორის ეთნიკური წმენდის აღიარება 90-იანი წლების ადრეულ ეტაპზევე შუაში ეუთოს სამიტებზე და მათ სამიტის დეკლარაციებში მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკისა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ცალსახად აფიქსირებდა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სწორედაც, რომ ეთნიკური ნიშნით ქართველების გამოდევნა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რა თქმა უნდა, იმ მომენტში რუსეთის მიმართ სიტყვა ოკუპანტი არ გამოიყენებოდა, რუსეთი წარმოჩენილი იყო როგორც მიუკერძოებელი არბიტრი, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთი იყო ის, ვინც ახდენდა მაშინ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი განსხვავებით შემდგომ უკვე პუტინის რუსეთისაგან მაინც ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში ელცინის რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკასთან გარკვეული შესაბამისი წესებით ეთამაშა, რაც პირველ რიგში მისი სისუსტით იყო განპირობებული იმ მომენტში და რაც ფუნდამენტურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პუტინი მოვიდა ქვეყნის სათავეში. სხვათა შორის მე შევეცდები, რომ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როდესაც საქართველო
საგარეო პოლიტიკის გარკვეულ ნაბიჯებს გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქვეყნები, გნებავთ ეს პარტნიორი ქვეყნები იყვნენ, გნებავთ რუსეთი, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა მივიღოთ სტატიკურად. ანუ ისინიც იცვლებიან დროთა განმავლობაში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ სწორი ნავიგაცია გავაკეთოთ იმის და მიხედვით საით უბერავს კარი. ეს აღნიშნავს საგარეო ორიენტირის და კურსის ცვლილებას, ეს გულისხმობს რეალისტურ დასკვნას, რომელ მომენტში ვის მხარეს არის უპირატესობა. და 90-იან წლებში უპირატესობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარეს არის. 97 წელი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვო. არის ძალიან საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის წელი, როდესაც ნატომ განაცხადა 97 წლის ივლისში მადრიდის სამიტზე, რომ მიიღებდა ახალ წევრებს და დასახელდა კიდევაც ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი და ამას ბუნებრივია მოყვა ერთის მხრივ რუსეთის ისტერიკა. აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ მაგალითად საფრანგეთისა და გერმანიის იმ პერიოდის ლიდერების მოგზაურობა ჩვენს რეგიონში, პირველ რიგში მოსკოვში, მაგრამ კიევში, თბილისში, ბაქოში, ერევანში, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ინტენსიური მიმოსვლა მადრიდის სამიტამდე, მთელი 97 წლის პირველი ნახევარი, იმისათვის რომ მოხდეს ამ სივრცეზე გარკვეული ძალების მოსინჯვა და ყველას ინფორმირება, რა არის ამ პერიოდში დასავლეთის პოლიტიკა. და ბუნებრივია რუსეთის ეს ისტერიკა იყო გარკვეულწილად დასამენეჯერებელი, სწორედ ამას აკეთებდა ჰელმუტ კოლი და შირაკი, როცა გამოდიოდნენ სხვადასხვა ინიციატივებით იმ პერიოდში. მაგრამ თავარი რაც ასევე ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ რა მომენტშიც გარკვეული ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება მიღებულია ნატოში გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთი იმ წუთას ცხრება იმ ქვეყნებთან მიმართებაში და მისი აგრესიული რიტორიკის ტალღა გადადის შემდგომ კანდიდატებზე. ესე მოხდა მაშინაც, როცა დაუყოვნებლივ რუსეთის აგრესიული რიტორიკა ჩაცხრა ჩეხეთის, პოლონეთსა და უნგრეთის მიმართ და გადაინაცვლა გაფართოების შემდგომ ტალღის ქვეყნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს ბალტიის სახელმწიფოებს ეხებოდა. და ბუნებრივია ამ პერიოდში საქართველოს არც განიხილება ჯერჯერობით, იმიტომ რომ ქვეყანა დამძიმებული არის, როგორც უკვე ვთქვი, 90-იანი წლების პირველი ნახევრის მძიმე გამოცდილებით, მაგრამ ამავდროულად 97 წელი არის, როდესაც საქართველოს ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგავს უსაფრთხოების გარდა კიდევ იმ ორი მიმართულებით, რაც მე დასაწყისში აღვნიშნე. ეს არის ეკონომიკური პროექტები რეგიონული მასშტაბის და ამავდროულად ეს არის თანამშრომლობის დაწყება ევროპის საბჭოსთან, სტრასბურგში ორგანიზაციასთან, რომელიც ფოკუსირებული არის დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. და რა ხდება 97 წლიდან ერთის მხრივ რეგიონული პროექტების თვალსაზრისით ცოტა უფრო ადრიდანვე, მაგრამ საუბარი მიდის მაგალითად ჩვენ გვახსოვს ტრასეკა, რომელიც ახლა მივიწყებული ტერმინია, გვახსოვს საუბრის დაწყება უკვე ნავთობსადენზე, გაზსადენზე, ეს ყველაფერი არ უკავშირდებოდა მხოლოდ ეკონომიკას, ეს იყო საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პროექტები. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ზუსტად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, აი რაც თავში ვახსენე, შემდგომი ფილოსოფიიდან გამომდინარე, მათ ესმოდათ, რომ თუ არ მოხდებოდა არ მარტო საქართველოს, არამედ მოლდოვის, უკრაინის და ამ ქვეყნების ეკონომიკური აღორძინება, ისე ამ ქვეყნებს გაუჭირდებოდათ ერთის მხრივ საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეორეს მხრივ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესების გაღრმავება, რომ ეკონომიკური წინსვლა დიდწილად განაპირობებს ორივე მიმართულებით წარმატებას. ამიტომ ეს ბუნებრივი პროცესი იყო და აქაც ძალიან
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ შევარდნაძის ძალიან სუსტი ხელისუფლების მიუხედავად ამ თვალსაზრისით 90-იანი წლების მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ისევე როგორც ევროპის საბჭოს მიმართულებით, ევროპის საბჭო ის პირველი ევროპული სტრუქტურა თუ ეუთოს არ ჩავთვლით, სადაც უკრებლიო ყველა, ანუ წევრობა არ არის დამოკიდებული გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, მაშინ როცა ევროპის საბჭო წევრობა დამოკიდებულია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. და აქ ერთი-ორი სიტყვა უნდა ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეხედა დასავლეთმა ევროპის საბჭოს როლს 90-იანი წლების დასაწყისში, ხო? და თუ დავინახავთ, რომ ქვეყნები, იგივე ვახსენე პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ვიდრე ისინი გახდებოდნენ ნატოს ან ევროკავშირის წევრები, ისინი პირველი ევროსაბჭოს წევრები გახდნენ და კონცეფცია, რაც დასავლეთში 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ზუსტადაც გულისხმობდა, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, განსაწმენდელი, ანუ ეს იყო პირველი კარიბჭე, სადაც ქვეყანას უნდა დაედასტურებინა მისი მზაობა, რომ ის ხდება, ასე ვთქვათ, ადგას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზას, რომ ის ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებისაკენ მიდის თავის ქვეყანაში. იმიტომ რომ ზუსტად ეს ევროპული არქიტექტურის ფილოსოფია გულისხმობს, რომ ქვეყანა შიგნიდან უნდა იყოს სტაბილური, რომ მან გარეთ არ შექმნას საფრთხეები და შესაბამისად ამისათვის არის ზუსტად მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვაც, რეალური თვითმმართველობაც, კანონის უზენაესობაც და დემოკრატიაც. და ის სწორედ 97 წელია, როდესაც იწყება ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან იმისათვის, რომ შეიცვალოს ქვეყნის კანონმდებლობა და ტარდება ძალიან დიდი რეფორმები ქვეყანაში, რომლის ინიციატორი და წამყვანი ძალა არის პარლამენტი და პარლამენტის შიგნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც მაშინ კომიტეტს თავმჯდომარეობდა მიხეილ სააკაშვილი და ასეულობით კანონპროექტი იქნა მომზადებული კომიტეტის შიგნით იმისათვის, რომ ქვეყნის კანონმდებლობა დაახლოებოდა ევროპის საბჭოს პრინციპებს და იმ კონვენციებს, რომელთა პირველ რიგში ადამიანის უფლებათა კონვენციას, რომელთან შეერთება იყო წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გამختارიყავით წევრები და გავხდით კიდევაც 99 წელს, მათ შორის ჩვენ მაშინ ევროპის საბჭოს სხვა ლიდერების დიდი ძალისხმევით და მათ შორის ქვეყნის შიგნით ხელისუფლების რეფორმატული ნაწილის დიდი მონდომებით და ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა საერთაშორისო არენაზე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს იყო ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ ვიწყებდით მოძრაობას ევროპული სტრუქტურებისაკენ და ლოგიკურად ეს უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი გაწევრიანებით ნატოსა და ევროკავშირში, როგორც ეს მოხდა რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლატვიის და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების შესაბამისად. მაგრამ აი, როცა მე ვახსენე თქვათ ევროსაბჭოში გაწევრიანება, ეს არ ყოფილა უბრალოდ საგარეო პოლიტიკური წარმატება ქვეყნის. ამას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ქვეყნის შიგნით, ერთ მარტივ მაგალითს ავიღებ, ევროპულ კანონმდებლობასთან და ევროპულ პრინციპებთან, ადამიანის უფლებების უნივერსალურ პრინციპებთან დაახლოება ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან დებატებს იწვევდა. მაგალითად, როდესაც ჩვენს პირადობის მოწმობებში გაჩნდა ეროვნების გასწვრივ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად ყველას ჩაეწერა ეროვნება ქართველი, ეს აღნიშნავდა მოქალაქეობას, იმიტომ რომ მე-18 საუკუნის ბოლოდან, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ევროპულ ცივილიზაციაში ეროვნება
ეფუძნება არა ეთნიკურ წარმოშობას, არამედ ეფუძნება მოქალაქეობას, ვინ არის ამ ქვეყნის მოქალაქე და შესაბამისად ამან ძალიან დიდი დებატები წარმოშვა თვითონ ჩვენს საზოგადოებაში. იგივე რა ადგილი აქვს მაგალითად ეთნიკურ უმცირესობებს ჩვენს საზოგადოებაში, არიან თუ არა ისინი ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები და ეროვნებით ქართველები, როგორც თქვათ ეთნიკური ქართველები არიან ეროვნებით ქართველები და შესაბამისად ეს საგარეო პოლიტიკური ძვრა არ არის უბრალოდ ის რომ ჩვენ გავედით საერთაშორისო ორბიტაზე, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვეძებთ ჩვენ იდენტობას, ანუ ამ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯის შედეგად ჩვენი თავი ხელახლა უნდა გავიაზროთ და აღმოვაჩინოთ რანი ვართ და ვინ ვართ, როცა წავსდგებით სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში და აი ზუსტად 99 წელს უკავშირდება საქართველოს ბოლო 30 წლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კარგად ცნობილი ფრაზა, ნათქვამი ზურაბ ჟვანიას მიერ. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკური განაცხადი, რომ ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება და იმ ტიპის ცხოვრება, მაგალითად, როგორიც არის საფრანგეთში ან გერმანიაში. ეს პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რანი ვართ ჩვენ და როგორ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს მოწყობილი და ამიტომაც რჩება ზურაბ ჟვანიას მიერ ნათქვამი ეს ფრაზა, მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ევროპელი, ნათქვამი ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, მე ზურამ ინგლისურადაც გაიმეორა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან სტრასბურგში. ამიტომაც რჩება ეს ფრაზა დღემდე აქტუალურ ფრაზად, რომ დღემდე გვიწევს ჩვენ ამის დამტკიცება, რანი ვართ და ვინ ვართ. და რა თქმა უნდა, აი ვარდების რევოლუციამდელ პერიოდს კიდევ ერთხელ თუ გავიხსენებთ, ორ რამეს დავამატებ, ხდება ნავთობსადენის პროექტის განხორციელება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც შევეცდები რომ კიდე დაუბრუნდე ცოტა მოგვიანებით. და კიდევ ერთი ფაქტი, რომ აი იმავე სტამბულის EUTO სამიძე 99-ში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აი ლამის პირდაპირი გაგებით მთვრალ ბორის ელცინს ხელი მოაწერინა დეკლარაციაზე, რომელსაც თან ახლდა დოკუმენტი, მათ შორის ქართულ-რუსული დოკუმენტი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და იმ კვოტების შესახებ, რომელიც ამავდროულად ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანას, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. და ამ ფონზე ხდება ვარდების რევოლუცია, რომელიც საგარეო პოლიტიკურად ახალ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნისათვის, ხო? რისი დასტურიც არის, რომ 2005 წლის მაისში საქართველოში ჩამოდის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საქართველო აღქმულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ჩვენი პარტნიორების მიერ, როგორც დემოკრატიის შუქურა, ანუ ქვეყანა, რომელსაც ეხლა აქვს უზარმაზარი პოტენციალი გაიჭრას წინ. და მართლაც საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა პირველ რიგში ქვეყნის შიგნით კორუფციის აღმოფხვრის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ქვეყანა, რომელიც ვარდების რევოლუციამდე საერთაშორისო პრესაში ფიგურირებდა როგორც failed state, ჩამოშლილი სახელმწიფო, ვარდების რევოლუციის შემდგომ ამ ქვეყანამ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების,
ეკონომიკური გაძლიერების და მაღალი ეკონომიკური ზრდის და მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული პროცესი და აქ აუცილებლად პირველ რიგში უნდა მივადგეთ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას. პირველად ეს ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა 2006 წელს, როდესაც საქართველოში FSB-ს აგენტურის გამოვლენის საპასუხოდ რუსეთმა ათასობით ქართველი სატრანსპორტო თვითმფრინავებით გამოაძევა რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით, რაც საბოლოო ჯამში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთა შორისი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის დადგენილი იქნა როგორც ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა. აი ეს დაძაბულობა უკვე 2006 წელს წარმოიქმნა, ისე რომ და ამას ახლდა რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ ამ აგენტურის გამოვლენამდე ეკონომიკური ზეწოლა იქნებოდა ეს ენერგომატარებლების მოწოდების შეწყვეტა, ვთქვათ, გაზის, ელექტროენერგიის, იქნებოდა ეს ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა და ასე შემდეგ. და ადამიანი იკითხავს, რომ აი რით იყო ეს რუსეთის ეს ნაბიჯები განპირობებული, თავი რო დავანებოთ იმას, რომ უკვე 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი პირდაპირ თავისი რეგულარული არმიით შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მას ყავდა შეერაღებული ძალები, ვთქვათ, მანამ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც სამშვიდობო ძალების ეგიდით, მაგრამ რეგულარული არმია შემოიჭრა 7 აგვისტოს. რამ განაპირობა თვითონ ეს შემოჭრაც და რამ განაპირობა ის დაძაბულობა, რომელიც 2006 წელს წარმოიშობა. ჩვენ ხედავთ, რომ აი აქ უნდა ვთქვათ, რომ ამ პერიოდში იცვლება თავად რუსეთიც და იცვლება თავად საქართველოც. რუსეთი ხდება პუტინის რუსეთი ხდება რევანშისტული და რევიზიონისტული, ანუ პუტინი აცხადებს, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, ანუ ის ამბობს, რომ ჩვენ დაგვანგრიეს და ამიტომ ჩვენ ახლა რევანში უნდა ავიღოთ და ის ამბობს, რომ ჩვენ რევიზია უნდა გავაკეთოთ იმ უსაფრთხოების სისტემისა, რაც ევროპაშია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის მდგომარეობა, რაც ახლა არის და არ გვაკმაყოფილებს ის, რომ ნატო აღმოსავლეთით მოიწევს. საქართველოს როგორ იცვლება და რა თქმა უნდა, მსოფლიო ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა ბუნებრივია ამ პერიოდში ხელს უწყობს პუტინის რეჟიმის ეკონომიკურ გაძლიერებას, ეკონომიკურად ძლიერი პუტინის რუსეთი 2008 წლისთვის მაგალითად მაშინ ფასი $100-ზე მეტია ბარელი ნავთობისა. ეკონომიკურად მოძლიერებული პუტინის რეჟიმი ბუნებრივია ხდება უფრო აგრესიული ქვეყნის გარეთ და რა თქმა უნდა უფრო ავტორიტარული ქვეყნის შიგნით. თუ ელცინის რუსეთი იყო კორუმპირებული რუსეთი, ჩანასახოვანი დემოკრატია უამრავი პრობლემებით, ძალაუფლების კონსოლიდაციამ პუტინის მიერ თვალნათელი გახადა, რომ ეს უკვე აღარ იყო ბორძიკით მავალი დემოკრატია, კორუმპირებული დემოკრატია, არამედ ეს იყო ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც რაც უფრო ავტორიტარული ხდებოდა ქვეყნის შიგნით, მით უფრო რევანშისტული და რევიზიონისტული ხდებოდა ქვეყნის გარეთ. ანუ პირდაპირ კავშირშია საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთან. საქართველოს იცვლება ამ თვალსაზრისით, რაც უფრო დაძლია კორუფცია, მით მეტად შესაძლებელი გახადა წარმატება ეჩვენებინა, თუნდაც თავისი მეზობლებისათვის, რომ საქართველოს შეუძლია აღმოფხვრას კორუფცია, საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული და ასე შემდეგ. და ეს პრეცედენტი ხდებოდა ძალიან სახიფათო პუტინისათვის. ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგიური წარმატება 90-იანებში იმდენად კივნეული რუსეთისთვის, იმიტომ არ იყო, რომ საბჭოთა კავშირშივე ყველა აღიარებდა, რომ ისინი მაინც სხვები არიან. სხვა კულტურა აქვთ, სხვა ისტორია აქვთ, გაცილებით გვიან დაიპყრო
ისინი რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის წინ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შესაბამისად მაინც არავის არ უკვირდა როგორ მოახერხეს ტრანსფორმაცია ბალტიელებმა. მაშინ როდესაც საქართველო რომელიც ყველამ იცოდა რომ თავისი კორუფციით დანარჩენ საბჭოთა კავშირთან უფრო ახლოს იდგა კი არა დიდწილად აღემატებოდა კიდევაც საქართველოს მიერ კორუფციის დამარცხება ეს აღიქმებოდა მტკივნეულად კრემლისათვის იქიდან გამომდინარე რომ თუ გამოუვიდა საქართველოს შეიძლება გამოუვიდეს სხვასაც და ამას შეიძლება რეგიონში გარკვეული ეფექტი შექმნას. ამიტომ ბუნებრივია ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველო გახდა კერკეტი კაკალი პუტინისათვის და ის ხვდებოდა რომ თუ რაღაცა მეთოდით არ შეჩერდებოდა საქართველოს განვითარება ის გადიოდა სრულიად სხვა ტრაექტორიაზე და აქ ისევ ეკონომიკური ასპექტი უნდა განვიხილოთ 2007 და 2008 წლის პირველ ნახევარში არნახული ეკონომიკური ზრდა თვალნათლივ აჩვენებდა რომ ქვეყანა სულ სხვა ტიპის ქვეყანა ხდებოდა რომ არა 2008 წლის ომი და ისევ საგარეო პოლიტიკური განზომილება რაც უფრო წარმატებული იყო საქართველო მით უფრო მეტად აცხადებდა პრეტენზიას საქართველო ამ პერიოდში იმაზე რომ ჩვენც უნდა დავდგეთ იმ რელსებზე რაც გაიარა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა ანუ ჩვენ ევროსაბჭოს წევრები ვართ და როგორც სხვა ქვეყნებმა ამის შემდგომ მიაღწიეს ნატოს წევრობას და ევროკავშირის წევრობას ჩვენც ამ რელსებზე უნდა შევდგეთ და ამიტომ საქართველომ ძალიან აქტიურად დაიწყო გააძლიერა კაკუნი ნატოს კარზე თუმცა ეს პროცესი ობიექტურობისაც უნდა ვთქვათ რომ შევარდნაძის პერიოდიდან იწყება. ამავე პერიოდში როცა საქართველო უფრო და უფრო მეტად აკაკუნებს ნატოს კარებზე ბუნებრივია იწევს მოთხოვნების თამასა ჩვენი პარტნიორებიდან იმიტომ რომ ევროპული კონცეფცია ზუსტად იმას გულისხმობს რომ ჩვენ მომავალ სამხედრო პარტნიორებს უნდა გქონდეთ გარანტია იმისა რომ ქვეყანაში მიღწეულია პოლიტიკური სტაბილურობა იმის წყალობით რომ არის დემოკრატია კანონის უზენაესობა და დაცული ადამიანის უფლებები